კაი, დავიწყეთ? დავიწყეთ. წავიდა. მოკლედ, ახლა რაზე შევიკრიბეთ? მე და ჯორდანამ რამდენიმე თვე დავიწყეთ software სააგენტო და რომელსაც ქვია Mazeg, შეიძლება ჩვენ პოდკასტს თუ უყურებთ Twitter-ზე თუ გადავიდეთ თოლკს და ზოგადად თუ გვიცნობთ, LinkedIn-ზეც, ალბათ იცით. მაგრამ ეხლა გვინდა რომ უფრო ფართოდ ვილაპარაკოთ და მე საერთოდ ძალიან მომწონს build publicly იდეა რა. ანუ სტარტაპს აკეთებ, პროექტს აკეთებ, სწავლობ რაღაცას და რასაც უნდა აკეთებდე, ვაფშე ყოველს გაუზია რომ მგონია რომ პირველად მე ფიდბექს აიღებ და შენც უფრო ისწავლი და უფრო საინტერესო გახდება პროცესი. და ერთი რაც არის რომ ყველაფერი ინტერნეტში იმდენად შელამაზებულია, რომ ჩვენ ვეცდებით რომ გულწრფელი, ძალიან honest ისტორიები მოგიყვეთ, როგორ მიდის სააგენტოს, ასე ვთქვათ, ნოლიდან აწყობა, რა პრობლემები არის და რა წარმატებები არის. ხო. და მოდი დავიწყოთ და ჯერ ვილაპარაკოთ საერთოდ რა არის Mazeg და აი მე მგონი რამდენიმე კვირის მქონდა კოლი ერთ-ერთ უცხოელ პოტენციურ კლიენტთან და იმანაც ვკითხა რა, რომ what's the backstory of Mazeg-ო და მოდი ხა ჯორდან შენ გითხარი, საიდან მივედით ხა ეს თავში ხარ დაგვარტყა რომ მოდი Mazeg-ის ხვალ, ანუ ეგ თავში არ დაგვარტყა, ანუ Mazeg როგორ შეიქმნა რა და როგორ დავიწყეთ ეს პროცესი. ხო, აი Mazeg როგორ შეიქმნა, ანუ Mazeg-ის აწყობის ისტორია არის ძალიან ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ყველაზე ბუნებრივი, რაც შეიძლება რომ software engineers დაგემართოს რა. არც ისე ბუნებრივია, მაგრამ ჩემი აზრით საკმაოდ ბუნებრივი იყო. ხო რა, ანუ მე დააჩო რაღაც სკოლის ასაკიდან რაღაც ძალიან ბევრი side პროექტებს ვაწყობდით ერთად. ბევრი სტარტაპ იდეაც გქონდა, რომელიც იდეაში პროდუქტად ვაქციეთ, თუმცა მე რაღაცა თქო business development-ში ჩავფეილდით და ასე შემდეგ და რადგან ჩვენ ორივე software engineer-ები ვართ, რამდენიმე თვის წინ, დაახლოებით 4-5 თვის წინ, ხო? მიდიაში ერთი 8 თვის წინ დავიწყეთ პროექტების აღება, როგორც ორმა ადამიანმა. ანუ რაღაც თავარი რაღაც main job-ების გარეთ ერთად დავიწყეთ side პროექტების აღება. თავიდან იყო ეს რაღაც ძალიან პატარა პროექტები. თქვათ საინტერესოც არ იყო თავიდან თქვათ ისეთი რაღაც. არა, ჩემთვის არ იყო ძალიან საინტერესო სიმართლე რო გითხრა. ხო, მახსოვს, ხო, ანუ მე მუშაობდი პროექტებზე. ხო, იმიტომ რომ მე მეზარებოდა და შენ გამუშავე. როგორც ახლა ხდება რა ჩვენ კომპანიაში. და ასე ვთქვათ, time by time ვიღებდით პროექტებს, ვაკეთებდით და ძალიან ბუნებრივად ინტერესი გაგვიჩნდა რაღაც main job-ების გარდა side პროექტების კეთების, რადგან აქ უფრო დიდი ownership-ი იყო, უფრო დიდი ინტერესი გვამოძრავებდა და ამ ყველაფერ რაღაც software engineer-ული ინტერესების გარდა, როგორც წეგან გითხარით, სულ გვინდოდა ჩვენი კომპანიის გაკეთება, იქნებოდა ეს პროდუქტი, იქნებოდა ეს რაღაც სტარტაპი თუ ასე შემდეგ. რაღაც ეტაპზე, რაღაც მე 4 თვის შემდეგ, რაც ამ პროექტებს ვაკეთებდით, გადავწყვიტეთ, რომ მოდი ვცადოთ. ეგ იყო პირველი. დავტესტოთ. მე მგონია რომ დავტესტოთ, ანუ თან აქამდე როგორ იყო იცი, რომ სულ გვეშინოდა რაღაცის აი გაფეილების. არა, გაფეილების არა. მე ხელს ვშინია გაფეილების. არა, გაფეილების არ გვეშინოდა. ჩემ აზრით აქამდე სულ გვეშინოდა ხოლმე აი იცი რისი? აი ძალიან აჟიოტაჟს რო ატეხავ რაღაც სირგული რო აკეთებ. და თითქოს იმიტომ აკეთებ, რომ აჟიოტაჟი ატეხო და საქმე არ გააკეთო. ან Facebook-ზე გააშეარო და რაღაცა რა. ანუ სოციალური ვალიდაცია რომ მიიღო, მაგით აკეთებით ხოლმე ხშირად, კი? ხო და თითქოს ჩემი აზრით, ანუ აი არ ვიცი როდის ვთქვით, რომ მოდი ამ ყველაფერს დავარქვათ რაღაცა კომპანია. და თითქოს მანდი იყო მაგ კომპლექსიტეტში გადალახვა, რომ მოდი ამას დავარქვათ კომპანია და მე რო ადამიანები შემხვდებიან ქუჩაში და სამსახურში ან ნებისმიერ ადგილას. ყველას ვეთყვი, რომ მაგ უკვე კომპანია. ოღონდ ეს არ იქნება backed იმით, რომ რაღაცა ამბიცია დავიკმაყოფილოთ, არამედ რაღაცა გავაკეთოთ რა. ჩემში რაღაცა ეგ მომენტი იყო, რომ თითქოს მე მაგის მეშინოდა აი ამ კომპანიის დარქმევის და რაღაცა რომ აი ჩვენ რაღაც ვაკეთებთ რა, ეს ოფიციალური სახის მეშინოდა, რომ ანუ გასაგებია. არ ჩავარდნილიყავი იმ ტრებში, რასაც ქვია, უბრალოდ ეგოს დაკმაყოფილება და რაღაცების სხვების დასახმარებლად ეკეთება. ხო, მოკლედ ესე ვიდიოდით, უბრალოდ side პროექტებს ვიღებდით, რაღაც ეტაპზე იმდენი და ისეთ side პროექტები ავიღეთ, რომ ფიზიკურად ესე რაღაც half time-ზე დღის მეორე ნახევარში მუშაობა აღარ იყო საკმარისი, იმიტომ რომ weekend-ებიც აღარ ყოფნიდა. ხო. რესურსებიც აღარ ყოფნიდა და on top of this აი აჩომრაც მოყვა ეს ყველაფერი და გადავწყვიტეთ ჩვენი სამსახურებიდან წამოსვლა და Mazeg-ის სააგენტოს დაარსება ოფიციალურად. ხო, ანუ მან კიდე ერთი საინტერესო ფაქტორი არის, რომ ანუ რაღაც ეტაპზე რესურსების აღარ ყოფნის ორ ადამიანს რა. ანუ თავიდან ჩვენ დავიწყეთ როგორც მე და ჯორდანო ვაკეთებდით პროექტებს რა. და მარტო ინჟინერული თვალსაზრისით, ანუ მენეჯმენტში საერთოდ არ ვიყავით. და ეხლა როცა მაგალითად აი პირველივე პროექტზე, მარტო ერთ პროექტზეც აღარ ვიყავით ჩვენ. უკვე საკმარისი რა. ანუ პირველივე პროექტზე დაგვემატა ხალხი. დუდუს სალამი, მათ შორის ძალიან ისეთი ჩვენი გუნდის კორ გუნდის წევრია დუდუ.
და ერთადერთი და განუმეორებელი. ერთ-ერთი განუმეორებელი, რომელიც და მე გუშინ როყამის 4 საათამდე მე როცა მეძინა, როცა პატრისემოს ეძინა. ვინმე არ დაიჯეროთ მართლა ეხლა რო ეს გვამუშავებს რაღაც რამე ვინმე რამით მეტია. უბრალოდ ხანდახან ხდება ეგეთ რაღაცა. იცის ხალხმა იცის. ხო, და მოკლედ მარტო ის არ არის რომ რაღაც ბევრი პროექტი ავიღეთ რა, ისიც არის რომ სხვა ადამიანებიც შემოვიდნენ საქმეში და როცა სხვა ადამიანებთან ერთად პროექტებს აკეთებ, მაგას თუ გინდათ არ, თუ გინდა არ დაარქვი, მაგრამ უკვე რაღაცა სააგენტოს სახე აქვს მაგას რა. ხო, უბრალოდ ანუ ფაქტობრივად ჩვენ შეგვიძლია ხო რომ გავაგრძელებინა უბრალოდ ისე რომ არაფრის სახელი არ დაგვერქმია რა, საერთოდ არაფერი. უბრალოდ ეხლა ვიქნებოდი თუ საით პროექტებს ვაკეთებთ, ფრილანსერები ვიქნებოდი თეორიულად. უბრალოდ რაღაც კომპანიის ქვეშ ამ პროექტებს რო აკეთებ და კლიენტებთან რო ფიგურირებ როგორც რაღაცა ბიზნეს ენტიტი, უკვე ბევრად მეტი პასუხისმგებლობა, ბევრად მეტი ownership და ასე. Uncle Ben რა. With great power comes great responsibility. ზუსტად რა. და ანუ იდეაში ჩვენ თავებით მანდაც რისკი ავიღეთ რა. ანუ რეალურად მანდაც საკმაოდ რისკი ავიღეთ. აი ეხლა უნდა მეთქვა კიდე ერთი რომ აი ძალიან აქამდე მე სულ რაღაც რისკებს აღები სულ მეშინოდი ცხოვრებაში რა. და აი თქვენ რო ჩემთვის გეკითხათ 6 თვის წინ ან შენი ფეილების შესახებ მომიყევი, ან იმ რაღაცა რისკების შესახებ მომიყევი, რაც აგიღია. მე ესე დავფრთხებოდი და გეტყოდით, რომ ისა მე მაგარი შრომელი ტიპი ვარ, ყველაფერს ვაკეთებდი, ფეილები ცოტა მაქვს. ცხოვრება არ მქონია სულ. არა, ხო, ანუ ფეილები არ მქონია გეტყოდით. რა, არა და ფეილები არ მქონია, ნიშნავს, რომ არც რისკი ამიღია ცხოვრებაში და არც გავფეილებულ ვარ და ანუ არაფერი ისეთი არ მიქნია რა. აი, on the edge არ ყოფილვარ არასდროს. და ეს ბოლო 6 თვე ხა ჩემ ცხოვრებაში, ანუ ჩვენ საქმიანობაში იყო, ძალიან ბევრი რისკით და აი ახლა მაგალითად დღესაც ძალიან ბევრი რისკი არის, ხვალაც რისკი. ანუ ძალიან ბევრი რისკიანი გადაწყვეტილების პერიოდი იყო. რაც მგონია რომ ძალიან ზრდის თვითონ ადამიანს და თვითონ მაგის გარეშე აი საინტერესო არ არის რა. აი აზარტულობა მაგ რისკის გარეშე არ შემოდის. რომ აი მეორე დღეს გინდა რომ რაღაც გააკეთო, გეშინია რაღაც ფეილის, მაგრამ მაინც აკეთებ და მოკლედ რისკის აღება ძალიან მნიშვნელოვანია რა საქმეში. ანუ ეხლა რაღაც საით კვესტებს რო არ ვიაროთ, ჩამოყალიბება გვინდა, უბრალოდ მაზეგ არა, მაზეგი რა არის, მაგის ჩამოყალიბება ძალიან კარგი ჰუმორი აქვს ჩემ co-founders. ისა მაზეგი რა არის ხო? ანუ მაზეგი არის ციფრული სააგენტო, ემსახურებით ნებისმიერ სახის ბიზნესებს, უკეთებთ მობილურ აპლიკაციებს, უკეთებთ ვებ აპლიკაციებს, უბრალოდ რაღაც დიჯიტალ ტრანსფორმაციაში ვიხმარებით და ასე შემდეგ. ეხლა კონცენტრირებულები ვართ ძირითადად სტარტაპებზე, ანუ რას გულისხმობ თამაში რომ ვინმე ადამიანს ან რაღაც ადამიანთა ჯგუფს თუ აქვს რაღაც იდეის განხორციელების სურვილი, იდეა გვაქვს და გვინდა გუნდი რომელიც ამას დაიმპლემენტირებს, აკეთებს მობილურ აპლიკაციას, შეგვიქმნის AI აგენტს ან ასე შემდეგ. ჩვენთან მოდიხართ და თქვენ უბრალოდ იდეით მოდიხართ და ჩვენ როგორც თქვენი ტექნიკური პარტნიორები ყველაფერში გეხმარებით. 0-დან ასე ვთქვათ, სასურველ პროდუქტამდე რამდენიმე თვეში ვდებთ რეზულტატებს. ესა high level ჩამოყალიბება, რამის ხარ დამატებითი. ესა მაზეგი და აი ეხლა კითხვა. ზადვარ. არ ვარ მზად. ეხლა მზად ვარ. ეს ჩემი უმურზე იყო. ასასწაული პირდაპირ. და ეს მაზეგ რა არის ასე ნიშნავს? სიტყვა მაზეგ? არა, რატო რა მაზეგ შეჩემა ხარ გეტყვიან ახლა ჩვენი მსმენელები? რატო ავიჩიეთ სახელი? ო, გუშინ წინ რატო არა? ჩვენ ამ სახელს გადავხედეთ ფული. რავი, არა პროსტ და ან რატო არა, მაგალითად აი მულანი როა მულტფილმი რა, მუშუ რო არის იქ. აი ეს დრაკონი. აი რატო არა მუშუ? და რატო მაზეგ? ხო, მაგაც პასუხი არ მაქვს და არც არავის არ გვექნება არასდროს, იმიტომ რომ ანუ სპონტანურად უბრალოდ ანუ მინიმალური რესურსი დავხარჯეთ სახელის მოფიქრებაში, ხო, იმიტომ რომ როცა ნას გადავწყვეტეთ რომ მოდი ამას რაღაც სახელი დავარქვათ, იმ დროს იმდენი საქმე გქონდა რომ სახელის მოფიქრებაში ფიზიკურად დროს ვერ დავხარჯავდით და ჩემი ვარიანტი იყო მაზეგ და აჯოს ვარიანტი იყო მუშუ. მულანი ისაც ანახი აქვს და მე არ მაქვს ძალიან გთხოვთ, აი ძალიან გთხოვთ, გულწრფელად გითხარით რომელი ჯობია. ეხა on the other side ანუ ეს სიტყვა მაზეგი ძალიან კარგი icebreaker-ად ჩამოყალიბდა რა, კლიენტებს რო ელაპარაკები ძალიან ინტენსიურად ახსენებენ ხოლმე და გასაოცარია ყოველდღიურ ცხოვრებაში რამდენად ხშირად გამოიყენება სიტყვა მაზეგი. იმიტომ რომ რამდენჯერაც ვიყენებთ, იმდენჯერ არის ის რა ქვია, highlight-ი და რაღაცა აქცენტი იმაზე რომ რაღაცა ჩვენი კომპანიის სახელს ვახსენებთ. კაი, ეხლა მაზეგზე წარმოდგენა რახან შეგვექვნა, ეს მაგარი ღიმილი. მაზეგზე წარმოდგენა რახან შეგვექვნა. ეხლა მოდი ორი სიტყვით განვიხილოთ რა განსხვავება ადამიანი, software engineer, როცა უბრალოდ software engineer-ად მუშაობს რაღაც კომპანიაში და მეორე მხრივ, როცა შენ ბიზნეს, შენ software business და agency-ს აკეთებ, რა. მე მინდა. და ანუ უბრალოდ იმას დავამატებ, რომ მგონია რომ ეს ტოპიკი ძალიან საინტერესო უნდა იყოს, იმიტომ რომ HV მაქვს, რომ ძალიან ბევრი software engineer-ია საქართველოში, ვისაც შეიძლება იგივე რაღაც გაკეთება უნდა, უბრალოდ რისკს ვერ იღებს, შეიძლება აინტერესებს ეს ტოპიკი და
ფაქტობრივად ხო რა პიონერები გამოდივართ, ვინებიც ესეთ საკითხზე ქართულ ენაზე ღიად საუბრობენ რა. ამით რაღაც ძალიან ესეთი საინტერესო ხაზი იქნება სალაპარაკოდ. ეხლა პირველი შენგან რაც მაინტერესებს არის, ხო, ყველაზე დიდი რა განსხვავებაა შენი აზრით, უბრალოდ software engineer-ად რომ მუშაობდი იმ პერიოდსა და ეხლა როცა agents საკეთებ მაგ შორის. მოდი ორ რაღაცას ვთქვა, ანუ რაღაც ორ ისტორიას მოვყვები რა. ესე იგი, ბევრ კომპანიაში მიმუშავია და ანუ ზოგი სტარტაპში მიმუშავია enterprise კომპანიაში და სხვადასხვა ownership level-ები მქონია ამ კომპანიებში და არასდროს არ მესმოდა როგორ შეიძლება რომ კომპანიას შენ თავი მიუძღვნა. ეს ამას არ უნდა ვამბობდე ალბათ, მაგრამ რადგან შეგვიძლით რომ honest საუბარი გვექნებოდა, აღარავინ აღარ დაგაწყებინე სამუშაოს ეს რო არ გამოვიდა. არასდროს არ მესმოდა, ხო და მოუჭრი ყველასე რა. არასდროს არ მესმოდა ჩემი თანამშრომლების, რომლებიც შეთხლაშილები იყვნენ კომპანიებზე და აი ამ ყიბეზე ასვლა უნდათ, რაღაცა დაწინაურება, იქ სინიორი, ლიდი, ჰედი რაღაც. აი არ მესმოდა გონ ცუდი გაგებით კი არა, ანუ ჩემთვის ორგანულად ეს იყო წარმოუდგენელი, ანუ მე ვერ ხვდებოდი როგორ შეიძლება რომ მე cloud certificate ავიღო იმიტომ რომ გავხდე სინიორი. მარტო მაგიტო, ანუ ან მაგალითად ვიღაცა იმას რა ქვია, 7 გასაუბრება ჩავატარო თვეში, იმიტომ რომ გასაუბრებების კარგი გამსაუბრებლების ბეჯი მომარტყამ კომპანიაში. აი ეგ არასდროს, ანუ აი ორგანულად არ მოგწონდა. ხო, უბრალოდ ანუ ჩემი მეჩი არ იყო. მაგრამ მეორე მხრივ ეგეთი ხალხის გარეშე წარმოუდგენელია. ჩვენს აგენტოს არსებობაც წარმოუდგენელი იქნება ეგეთი ხალხის გარეშე. იმიტომ რომ eventually ვიღაც უნდა მოვიდეს ჩვენთან ownership-ი აიღოს და დიდ კომპანიებშიც კი იცით ახლა რომ ისეთ ownership-ს იღებენ უბრალოდ თანამშრომლები, რომ მაგაც ედგას მე მთელი რაღაც დიდი პროცესები რა. ხო, ეგ იყო ეგ არის ერთი ჩემთვის უცნაურობა რაც იყო სამსახურში ზოგადად. ოკეი. და მეორე თვითონ განსხვავება დინამიკის განსხვავება სამსახურში მუშაობასა და ჩვენ ახლა ყოველდღიურ საქმიანობას შორის არის რომ უფრო აი პროგრამისტების ენაზე აუხსნი. ჩემს არსებობენ ორი ტიპის პროგრამისტები, ანუ ერთი ხალხი არის ვისაც ძალიან მაგარი პროგრამისტები, აი ძალიან მაგარი ტექ ტიპები, აი რასაც არ დაუდებ, აი tasks რომ იცემ, აყირავენ, აი თედას უტირებენ რა, აი მაგრა გააკეთებენ ძალიან. და ნუ მე ცხადია მაგაც ისე არ ვარ და არასდროს არ ვიყავი რა. ხო, ამ ვიდეოში არის ლაპარაკი. და არასდროს არ ვიყავი. და არსებობენ მეორე ტიპის პროგრამისტები, რომლებიც არიან ბილდერები. არა, აი ცოტა ბილდერი, ჰაკერი, აი ambiguity resolver ტიპები რა. აი და მე მანდ ვიყავი ყოველთვის რომ ჩემთვის გაუგებარ სიტუაციაში და აი არაფერი რო არ ვიცი, მაგის გარკვევაში აღმოჩნდა რომ ბევრად უფრო მაგარი ვარ, ვიდრე ძალიან მაგარი tech solution-ის დადებაში. ანუ რაღაცა რო არ მუშაობს და ავამუშავო, მაგაში ვარ ყველაზე ძლიერი აშკარად რა. ხო და ჩვენი ახლა დღევანდელი საქმიანობა გავს აი ამ მეორე ტიპის კატეგორიის პროგრამირების ცხოვრება, სადაც ბევრი ambiguity-ია, ბევრი გაურკვევლობაა და თუ ამაში მაგარი ხარ, ან თუ არ ხარ უნდა გახდე მაგარი. მაშინ პროცესები კარგად წავა და კარგად მიდის როგორც ჩანს ახლა ჩვენთვის ამ ეტაპზე რა. და აი ეგ განსხვავებაა ჩემთვის რა. ოკეი. რომ აქ უფრო მეტი გაურკვევლობა და რაღაც ეს straight forward სამსახური არ გიწევს. ოკეი, მე ერთ რაღაცას დავამატებდი შენ ნათქვამს და ანუ მე როგორც რაღაც შენი co-founder-ი გვერდიდან რო გიყურებ რა. თვალ ეგრე ეხლა ესე ქვეყანა. არა, ანუ პირდაპირ მუშაობთ ამ წინა 3 თვის განმავლობაში როგორ დაგიყურებ და არა ეხლა რა. ეს ამოჭერე მე რა. შენ მარტო, ანუ ჩემი აზრით მაგ ასე ვთქვათ, ინფორმაციის უფრო კარგი სტრუქტურიზება ისეთი იქნებოდა, რომ შენ ძალიან ძლიერი უბრალოდ იმაში კი არ ხარ, რომ ambiguity-ს სოლო tech სამყაროში. არა, შენ, ანუ ის ადამიანები, აი შენ რო წეგან ძალიან მაგარი პროგრამისტები წოდე, ეგენი არიან მაგათი ტვინი, მაგათი ასე ვთქვათ, ყოველდღიურობა ისე ამოწყობილი, რომ აი სულ tech-ში რომ მოაგვარონ პრობლემები, ძალიან კარგად ჰენდლავენ ყველაფერს. მაგრამ შენ უნიკალურობა და ასე ვთქვათ, პრიორიტეტის და უპირატესობა სადაც გაქვს არის, რომ tech-ის და ადამიანების გადაკვეთაში ერთად რო ambiguity არის, მაგას აგვარებ კარგად. ვიხდით ამბობ? ანუ შეიძლება ხო რა, ანუ იმიტომ რომ ambiguity-ის მოგვარება tech-ში რო არის და აი მაღალ პოზიციებზე მანდ არის თუ არის ხო ambiguity-ის მოგვარება, მაგრამ მანდ არის სუფთა tech-ში და ასე შემდეგ და შენ რაღაც ადამიანების მენეჯმენტში რო ambiguity არის, მაგის მოგვარებაც ძალიან მაგარ გამოგვიჩნდა და მგონია რომ ეგაა შენი უპირატესობა და ერთ-ერთი ასე ვთქვათ ყველაზე ფუნდამენტური განსხვავება უბრალოდ ინჟინერი რო ხარ და ეხლა რო agents-ს აკეთებ რა. ხო, მე ცოტა სხვა პერსპექტივით ვიტყვი რა, ანუ ჩემთვის ყველაზე როგორც რაღაც მე რამდენი წელი 6 წელია დაახლოებით რა. 10 წელი მესურა რომ ჩვენ სვენელებს ოკეი, ხო, ანუ დაახლოებით 6 წელია რაც software engineer ვარ და
ამ 6 წლის განმავლობაში იმის და მიუხედავად თუ რამდენად სერიოზულ ჩელენჯს წყვეტით ტექნიკურად თუ რაღაც საინტერესო პრობლემას ვეჭიდებოდით, აი რატომღაც არასდროს არ იყო ხოლმე ჩემთვის საკმარისი მარტო ვიწროდ ამ რაღაც კოდის წერა რა, რაღაც მარტო ტექ პრობლემების მოგვარება. ყოველთვის მინდოდა ასე ვთქვათ, შევხებოდი უფრო ბევრი სახის ჩელენჯებს, რა, ნაირსახეობს, მაგალითად დიზაინში ჩამეხედა, პროდუქტ მენეჯმენტში, პროექტ მენეჯმენტში, სეილებში, კლიენტებთან ველაპარაკა, მე ჩემით დამეწერა ამ კლიენტებისთვის კოდი და ასე შემდეგ, რა, ანუ გრძნობდი რაღაც ორგანულად, რომ თავიდანვე ეს იყო, ანუ ფაქტობრივად რაც მაბედნიერებდა რა. და ამ რაღაც agency-ის პირველი პროექტები რო ავიღეთ, აი მანდ მივხვდი მართლა რაღაც აი honestly ვამბობ, რომ მანდ მივხვდი რამდენად მისწორდება ეს პროცესი, მარტო მაგიტო რა. და ეს პროცესი როგორია, ხო, ანუ მარტო ის კი არ გიწევს, რომ შენ რაღაც დაალაგებული task-ები მოგდის, რომ როგორ უნდა დაიმპლემენტირო, კოდი როგორ უნდა მუშაობდეს და ასე შემდეგ, არამედ კლიენტებთანაც შენ თვითონ გიწევს ლაპარაკი. მე ამ პროექტის რაღაც მენეჯმენტი შენ თვითონ გიწევს, პროდუქტების ბრიფის დაწერა შენ თვითონ გიწევს. მე ამის ასე ვთქვათ, გუნდთან მიწოდება, გუნდის მენეჯმენტი შენ თვითონ კოდის წერა და ასე შემდეგ. ანუ რასაც ხო ძალიან პოზიტიური ის აქვს ჩემზე რა გავლენა ამ პროცესს. და ხო ანუ ესაა ჩემთვის აი ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური ასე ვთქვათ განსხვავება, როცა ვიყავი უბრალოდ ინჟინერი და ეხლა როცა ვაწყობთ ჩვენ agency-ს. agency-ს მე სიტყვა agency-ს საერთოდ ამოვიღებდი ჩვენ საუბრით და ყოველთვის მაზებს ვიტყოდი, რამდენჯერაც agency-ს თქმა მომიცა. შენ ეგრე გაკეთე, მე არის. ხო რა? და ანუ კიდე აი ამ ყველაფრის გარდა რაც უშუალოდ ასე ვთქვათ, ტექ პროდუქტების აწყობის პროცესი მოიცავს რა. მაგის გარდა ჩვენ კიდე რეებზე ვზრუნავთ, ხო, კიდე უფრო high level რაღაცებზე ვფიქრობთ. ანუ როგორ იმუშავოს ბიზნესმა, როგორ მომდეს ხალხს ჩვენთან მოსვლა და ანუ ფაქტობრივად ის რაღაც ტოპიკები, რაც უნდა იფიქრო, რაზეც უნდა, მასქან რა ქვია, არ ვიცი, იზრუნო და მოაგვარო პრობლემები, აი უთვალავი არის პირდაპირ მუშაობით რა. და რავი, აი ჩემთვის ეგ არის ყველაზე მასტიმულირებელი, ასე ვთქვათ, რაღაცა რაც მაზექს აქვს რა. რომ ერთ კონკრეტულ ჭრილში კი არ გაქვს ძალიან ბევრი ჩელენჯები, აი ძალიან ბევრი ჭრილში გაქვს ძალიან ბევრი და ძალიან სერიოზული ჩელენჯები, რომლის არანაირი სკილი არ გაქვს და გარემო გაიძულებს, რომ შენ განვითარდე ამ ყველა სკილში რა. ჩემთვის ესაა ყველაზე მაგარი რაღაცა, რაც მაზეგმა მომცა რა. ხო, ანუ ჩემი აზრების rephrase-იც მსგავსი ამბავია, ამიტომ რაღაცნაირად შეგვიძლია ნიკოლოზ ძალიან ჩვენ რადგან ვაპირებთ, რომ მსგავსი ვიდეოები ხშირ-ხშირად ჩავწეროთ. შეგვიძლია რომ ეხლა დღეისთვის იყოს თუ რამის დამატება არ გინდა კიდე. კი ბატონო, ეგ იყოს. ეგ იყოს მაშინ რა, იმიტომ რომ რა ვქო, შემდეგ კვირაში კიდე ჩავწეროთ და შემდეგ კვირაში კიდე ჩავწეროთ, კი, ხო, ანუ ვინმეს რამე კონკრეტული ტოპიკები თუ გაქვთ, თუ დაგაინტერესებთ, მოგწერეთ. არის ნებისმიერ სოციალურ ქსელში ან ამ ვიდეოს კომენტარებში, აუცილებლად განვიხილავთ და კარგი ინჟინრები ვინებიც ხართ, აუცილებლად იმას ვქნათ, ვისაც გაინტერესებთ რაღაც ნოლიდან პროდუქტების აწყობა, ან რაღაც როგორ მუშაობს agency ან ასე შემდეგ, დაგაკონტაქტეთ, დავილაპარაკოთ, შეიძლება პოტენციალურად კოლაბორაციაც გამოგვივიდეს. ძალიან ასწორებს ტექ ხალხთან, ტექ ხალხის მეგობრობა. არ ყავს ხო შენ მეგობრები? წავედი.